ჩვენ ვეყრდნობოდით Pathfinder-ის ფუნქციებს კომპლექსური გამოსახულების შესაქმნელად. ახლა გაჩვენებთ უფრო ვიზუალურ საშუალებას, რომლის გამოყენებაც უფრო ადვილია. ეს არის ხელსაწყო shape builder. თან გადავალთ shape builder-ის განხილვაზე, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ, დაგვიწეროთ ნებისმიერი კომენტარი, შეკითხვა იქნება ეს, სურვილი იქნება, ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტი საინტერესო, უფასო ვიდეო კურსი ჩავწეროთ თქვენთვის. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან ყველა ვიდეო კურსი სრულფასოვანია, სრულყოფილია და ორიენტირებულია იმაზე, რომ თქვენ პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოთ ამა თუ იმ სფეროს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. ახლა დავუბრუნდეთ shape builders. ეს შესანიშნავი საშუალებაა კომპლექსური გამოსახულებების შესაქმნელად ცირთულეების გარეშე, რომლებიც დაკავშირებულია Pathfinder-თან. Pathfinder-ს გააჩნია ბევრი ღილაკი, რომლებიც ყოველთვის არ არის აღწერილობითი, რაც დაბნეულობას ქმნის. ადამიანებისთვის ყოველთვის გასაგები არ არის გარკვეული სიტუაციები და ისინი ნაკლებად ხარჯავენ დროს, რომ სცადონ, გააუქმონ, ისევ სცადონ და ასე შემდეგ. ხოლო ხელსაწყო shape builder საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ფიგურები ვიზუალურად, რაც უფრო გამოადგება დიზაინერს. გავადიდოთ ფურცელზე მოცემული ორი წრე, ხევთ აი აქ, ამ წრეებზეა საუბარი. ესე. საკმარისია. გავადიდოთ ისინი და შემდეგ უნდა გამოვიყენოთ უკვე shape builder-ი, რომ ვემუშაოთ წრეებს. იმისათვის, რომ ვისარგებლოთ ხელსაწყოთი shape builder, უნდა ავირჩიოთ გზა, რომელსაც ვემუშავებით. პირველ რიგში, როგორც ალბათ მიხვდით, უნდა გამოვყოთ ორივე წრე და შემდეგ უნდა ავირჩიოთ ხელსაწყო shape builder. Selection, ხელსაწყოთი selection, ამ ხელსაწყოთი. რა თქმა უნდა, გამოვყოთ ერთს, shift-ით მეორეს, მეორე წრეს. ესე. შეგიძლიათ უბრალოდ დააწვეთ თაგვის მარცხენა ღილაკს და ესე აირჩიოთ, მაგრამ არ უნდა მოყვეს ზედა ობიექტის არც ერთი ნაწილი, თორემ ზედა ობიექტიც გამოყოფილი იქნება. ამიტომ მე ყოველთვის ესე shift-ით ვირჩევ ხოლმე ესეთ ობიექტებს და ამის შემდეგ აი აქ განლაგებულია ხელსაწყო shape builder, რომელსაც ავირჩევ. მისი არჩევა შესაძლებელია ამ ხელსაწყოების პანელზე, ან შეგვიძლია ავკრიფოთ კლავიატურული კომბინაცია shift-m. გამოყოფილ წრეებზე მივიტანოთ თაგვის კურსორი. აი აქ. შედეგად გამოკვეთილი იქნება გამოსახულების ის ნაწილი, სადაც კურსორი მივიტანეთ. მიუთითებლად, ხელსაწყო shape builder იმყოფება რეჟიმში merge. გაერთიანება, რომელიც ახორციელებს ობიექტების შეწყმას, გაერთიანებას, რომლებზეც გადავატარეთ ხელსაწყოს. მოცემულ შემთხვევაში თუ კი დავაწვევით თაგვის მარცხენა ღილაკზე წრეების გარეთ და გადავატარებთ თაგვის კურსორს წრეებზე, მოხდება წრეების შეწყმა ერთიან ფიგურებად. აი ესე. და მივიღეთ ერთიანი ფიგურა. გავაუქმოთ მოქმედება. და გამოვიყენოთ ხელსაწყო shape builder-ი განსაცალკევებლად, ანუ მათ ჩამოსაჭრელად. ამისათვის უნდა დავაწვეთ ღილაკზე option მაგზე, ან alt Windows-ის კომპიუტერზე. შემდეგ უნდა დავაწვეთ წრეების გარეთ თაგვის მარცხენა ღილაკზე და გადავატაროთ იმ ობიექტებზე, რომელთა განცალკევებაც გვინდა. მოცემულ შემთხვევაში აი აქ ახლა დავაწვევი alt-ს, მინუსად გადაიქცა, გადავატარე. ეს არ მინდა, ეს დეტალი და ეს დავშლი. როგორც კი აუშვებ თითს თაგვის მარცხენა ღილაკზე, მე დამრჩება წრეის მცირე ნაწილი. გადავიდეთ რაიმე უფრო რთულზე, მაგალითისთვის ჩვენი ყვავილის გამოსახულება. აი ეს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრძანება Dream ან Pathfinder-ის ნებისმიერი ბრძანება, იმის მისაღწევად, რასაც მინდა ახლა რომ მივახციო. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მე მინდა ვუყურო გამოსახულების შიდა ნაწილებს, რომელსაც ავირჩევ. ამისათვის ვისარგებლებ ხელსაწყოთი shape builder. აუცილებელია, რომ ყვავილში შემავალი ყველა ობიექტი გამოყოფილი იყოს ხელსაწყოთი selection. ამ ხელსაწყოთი. გამოყოფის შემდეგ, როდესაც ესე დავაწვევით თაგვის მარცხენა ღილაკს და გამოვყოფ,
გამოყოფის შემდეგ უკვე ისევ ავრჩევ ხელსაწყოს shape builder. ობიექტების წასაშლელად უნდა დავაწვეთ კლავიატურაზე ღილაკზე option ან alt, ეს უკვე თქვით. ამის შემდეგ დავაწყობ თაგვის მარცხენა ღილაკზე სასურველ ობიექტზე და ობიექტები ან ობიექტი წაშლილი იქნება. ну თქვა არ მინდა ეს დეტალი, არ მინდა ეს დეტალი, ეს დეტალი არ მინდა, თქვა ეს დეტალები არ მინდა. შემიძლია ეს დეტალების წავშალო, ну მაგრამ პრინციპში ეს ძალიან ცუდი ტენი. ეს დეტალი წავშალო, ну თქვა და ესე მივყვედა რომელი დეტალებიც არ მინდა, აი ეს დეტალები ამოვაგდო საერთოდ გამოსახულებიდან. ну ხედავთ აქ და მარტივია shape builder-ის გამოყენება. ну ზოგადად Ctrl Z შეგვიძლია გავაუქმოთ მოქმედება თუ კი რაღაცა ასურად გავაკეთე და დავაბრუნო საწყის მდგომარეობაში. ну თქვა ეს არა, ეს არც ეს იყოს. ну რაც პრესტი მოდით აქ ესენიც გავაუქმოთ და აი ესეც გავაუქმოთ. ну თუ კი ვერ ხედავთ აქ ობიექტს, შეგიძლიათ გაადიდოთ და ისე წაშალოთ. ну რაღაც ეგეთი. დიდად არ მომწონს, მაგრამ უბრალოდ უნდა გაჩვენოთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მე ვაწყებებ ობიექტებზე, რომლებიც არ მჭირდება, თან თითი მიჯრავს ღილაკზე option ან alt. გააჩნია რომელი კომპიუტერი გაქვთ. თუ კი აღმოჩნდება სხვა ობიექტები, რომლებიც არ მჭირდება, მაგრამ მათი დაწყება რთულია, მათი სიმცირის გამო, ზომის გამო, მე შემიძლია დავაწყე ღილაკზე alt ან option და გადავატარო თაგვის კურსორი მათზე, თაგვის მარცხენა ღილაკზე დაჭერით. ну ესე დავაწყე და გადავატარო უბრალოდ და წაშლილი იქნება ყველაფერი აბსოლუტურად. ყველაზე მცირე ნაწილების წაშლაც კი შესაძლებელია shape builder-ის მეშვეობით. ხანდახან შეიძლება შეერჩეხოთ ერთსახოვან გზებს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გაადიდოთ გამოსახულება, ხელსაწყოთი zoom, იპოვოთ პრობლემული ნაწილი. ავიღოთ ხელსაწყო direct selection, ვპოულობთ საყრდენ წერტილს, აი ამ ხელსაწყოთი, აი აქ ჩავეჭიდები, ჯერწკაპით გამოვყოფ აუცილებლად საყრდენ წერტილს, ხედავთ აი ეს ლურჯად გამოიყო და ну თქვათ ეს გამოყოფილი ისა შემიძლია backspace-ით ან delete-ით წავშალო. შემდეგ გავირჩევ ისევ წავშალო. აი აქ აი ეს არ მინდა, შემიძლია გამოვყო, წავშალო. ხო? ну აქაც გამოვყავი, ეხლა რაღაცა თუ არ მინდა, შემიძლია კონკრეტული საყრდენი წერტილი ესე ამოვაგდო და წავშალო. ну აი აქ ეს დეტალი არ მჭირდება ვთქვათ, აქ შემიძლია მოვნიშნო და ესე თითო-თითოდ ვშალო. ну ამ შემთხვევაში გამოდის, იმიტომ რომ ბევრი საყრდენი წერტილი ქონია ამ ობიექტს და ну ესე წავშალო ის რაც მე არ მჭირდება რეალურად. რა თქმა უნდა ეს direct selection-ის მეშვეობით. ამის შემდეგ შემიძლია ისევ, ну ამ შემთხვევაში selection-ით გამოყოფილი არა მაქვს თალი ობიექტი, ისევ ავირჩიო shape builder-ი. და ვემუშაო მას. ახლა უკვე ყველაფერი წაშლილია და შემიძლია დავიწყოთ ცალკეული ფიგურების გაერთიანება. პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი გამოყოფილია. დროებით გადავერთები ხელსაწყოზე selection ამისათვის. აი, ხელსაწყოზე და თუ გამოყოფილი არ არის, ну ხედავთ აი აქ ობიექტი არ არის გამოყოფილი. ხო, ეს ობიექტი კონკრეტულად არ არის გამოყოფილი. არ არის გამოყოფილი ეს ობიექტი, არ არის გამოყოფილი, ანუ ცალკე არ არის გამოყოფილი, ამიტომ ავიღებ selections, აი აქ და თუ ობიექტი არაა გამოყოფილი, ეს control-ს დავაწვევი და ესე ნელ-ნელა გამოვყოფ ყველა ობიექტს, რომელიც მე მჭირდება. ან control-ს, ან shift-ს. ну ეს უკვე თქვენს ოპერაციულ სისტემაზეა დამოკიდებული. ან შემოვხაზა უბრალოდ ყველა ობიექტს. ამის შემდეგ ავიღებ უკვე ხელსაწყოს shape builder, ისევ გადავერთები shape builder-ზე და გადავატარებ ობიექტებზე რიგრიგობით მათი გაერთიანების
მიზნით. აი ამ ობიექტების გაერთიანება მინდა. შესაბამისად, აი აქედან წამოვიღებ და ესე გადავატარებ, რომ მივიღო ერთიანი ობიექტი. აქაც მინდა ფოთოლი, ხო? ერთიანი ობიექტი, დავაწვევი, გადავატარებ ესე და მივიღებ ერთიან ობიექტს. ნუ იგივე შემიძლია აქაც გადავატარებ და ესე აქედან აქედან ნუ მივიღებ. არ არის პრობლემა, თუ კი გადმოცდებით, არ არის სავალდებულო მაინც და მაინც ჩაჯდეთ იმაში, შემიძლია გაერიდანაც ისე უბრალოდ გადმოვატარო და გავაერთიანებ ობიექტს. არანაირი პრობლემა ეს არ არის. ამის შემდეგ თუ კი ავიღებთ selections და ვინახავთ, რომ ობიექტები როგორც ერთიანი ობიექტი ისე იქცევიან, იმიტომ რომ რეალურად ისინი მართლაც ერთიანი ობიექტები არიან. მე მგონი ამას მივხვდით, ხო? როგორ ხდება მათი გაერთიანება და შემდეგ წახლა. თუმცა ხელსაწყოთი selection ფიგურების ზომის შეცვლისას მე ზომა შემიძლია, რა თქმა უნდა, მე ამ ფიგურების ვცვალო, ისინი ჩვეულებრივი ფიგურებივით იქცევიან. ავიღოთ კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითი. გამოვყოთ ფურცელზე წარმოდგენილი აი ეს ასოები RAA. ნუ ამისათვის selections ავიღებ და უბრალოდ ამ RAA-ს და ნუ ხედავთ ეს ერთიანი ჯგუფია. დაჯგუფებულია. ამიტომ დასაწყისისთვის დავშლი ჯგუფს. ნუ შეგახსენებთ როგორ ხდება ჯგუფის დაშლა. ან შევდივარ object-ში და ვაძლევ ungroup, ან ვაწვევი კლავიატურაზე control U და ხდება ხედავთ control shift U გასწავად და ხდება დაჯგუფების დაშლა ჯგუფის ცალკე ჯგუფად, ან ხდება მარჯვენა ღილაკზე წკაპით და ungroup. და ასეთ შემთხვევაში ისინი უკვე ამოღებულია ჯგუფიდან. ანუ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავშალოთ ჯგუფი. შემდეგ გამოვყოფ ASOS R. ეს ყველაფერი selection-ის ხდება და გავიწყდეთ. ეს არის ობიექტი, რომლის რედაქტირებას სურს. გადაადგილების შემთხვევაში ASO R ჩვეულებრივი ASO-ა, ნუ თუ კი გადავწევ, ჩვეულებრივი არაა. არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ მე მინდა წავშალო R ASO-ს ქვედა ნაწილი. მარჯვენა კუთხე. ეს კუთხე, რომელიც აი აქ გადმოდის, ხედავთ ხო? ეს მინდა წავშალო. მოვაშორო მინდა, რომელიც იკვეთება A ASO-სთან. იმისათვის, რომ გამოვიყენო ეს სტილი სხვა დიზაინებში. დავაბრუნოთ A-ი, თუ კი გადმოწიეთ, დავაბრუნოთ თავის ადგილას. მოქმედების გაუქმებით, გამოვყოთ ის, ანუ ეს R და shift დავაწვევთ და გამოვყოთ A. ეს ორივე ASO. ავიღოთ ხელსაწყო shape builder და გადავატაროთ A-ზე. აი აქედან გაერთიანება მოხდა. არასწორად A-ზე. A-ზე გადატარებით მასზე დაფენილი იქნება, ნუ ესე A-ზე თუ გადავატარებ, დაფენილი იქნება R. მართალია A ერთიანი ფიგურა ხელსაწყოს shape builder-ის გადატარებისას სამკუთხა ნაწილი ცალკე ფიგურად გამოისახება. ანუ თუ კი მე ასე გადავატარებ, ხედავთ რასაც ვღებულობთ, A მივიღეთ მოჭრილი, ხოლო თუ კი A-ზე გადავატარებ, მივიღებთ A-ს და ნუ თუ კი ახლა ავიღებთ ამას და გავწევთ, ნუ აქ დაჯგუფებულია თავისთავად ახლა და ერთიან ობიექტად გადაიქცა, მივიღებთ ესეთ ჩამოჭრილ A-ს. მაგრამ თუ კი არ მინდა ესე ერთიან ობიექტად რომ გადაიქცეს, უბრალოდ A-ს გამოვყოფ, ავიღებ shape builders და მოდით ყველა მოქმედებას გავავხმებ ჯობია. და აი shape builder-ით, ნუ აი როდესაც A გამოყოფილი მაქვს, ნუ ჯგუფი დავშალოთ ungroup, A გამოვყავით, ხედავთ და ნუ თუ კი ავიღებთ ახლა shape builders და აი აქ გადავატარებთ, ნუ ხედავთ რომ აქ ერთიანი ფიგურაა უკვე. მაგრამ აი ასე და ასე თუ გავაკეთებთ, ან პირიქით ხო R-ს ავიღებთ და ასე გადავატარებთ, ხო? ნუ არაფერს არ მოხდება. მაგრამ ახეთ რა საინტერესო რაღაცაა. თუ კი A მოვნიშნე, ავიღე shape builder-ი, დავაწექი Alt-ს და გადავატარე, A მოიჭრა. ახლა ავიღოთ R გამოვყოთ და
ავიღოთ shape builder-ი. ხედავთ, აი აქ ობიექტს, ხო? ეს არის ცალკე ობიექტი. შესაბამისად, დავაწექი Alt-ს და გადავატარებ და ის წაიშალა. ავირჩიოთ ისე ორივე, R და A, გადავატაროთ A-ზე, A-დან shape builder-ი, ავირჩიოთ ესე, გადმოვატაროთ და მივიღებთ A-ს, ხო? როგორც ერთიან ფიგურას, მაგრამ ის არის, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა, ეს მოიჭრა განხორციელდა ჩვეულებრივად. ანუ აღარ არის უკვე გადაკვეთილი A-სთან. A ერთიანია, აქედან აიღო ნაწილი, R-დან R-ს ჩამოეჭრა კუთხე. აი ესე მანიპულაციები შეგვიძლია ვაკეთოთ shape builder-ის მეშვეობით. საკმაოდ საინტერესო ხელსაწყოა. თუ კი მიეჩვევით მასთან მუშაობას, ძალიან ბევრ საინტერესო ფიგურას მიიღებთ.